დღეს მინდა ეხა ეს ბლოგი დავიწყო ვიდეო და მინდა აქედან უპასუხო კობახიძეს და აქედან უპასუხო გორილა პაპუაშვილს. თურმე ჩვენ ქართველი ემიგრანტები მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკური ვართ, ეკონომიკური ვართ, ვინა ვართ რა. 2,700,000 კაცი ვართ. თუმცა მალავე ნიძახიან 1,700,000 არისო, მაგრამ ვიყოთ 1,700,000 პატარა ხო არ არის რა. თუნდაც მილიონი ვიყოთ რა. თურმე ჩვენ ყოფილვართ უცხო ქვეყნის მოწყვლადი ძალა და არჩევნებში თურმე არ გქონია იმის უფლება რომ მივიღოთ მონაწილეობა ჩვენ არ გქონია ჩვენ უცხო ქვეყნის მოწყვლად ძალას და აი ამ საზიზღრობებს რა პაპუაშვილს, კობახიძეს, დინარაძეს და კიდე ვინც არიან იქ რა ყოველ კვირის ბოლოს რო ერთმანეთს იჭერენ ამათ თურმე ქონიათ უფლება და დისკრეციული უფლება რომ იჯდნენ ქვეყნის ხელისუფლებაში და ჩვენ გვიძახონ ქვეყნის მტრები და მოღალატეები. თქვენ ალბათ მიხვდით რომ მე შეიძლება აქ თავი ვერ შევიკავო რა ისე რომ ამგენის გამზრდელი დედები არ მოიხსენიო ესე როგორც საჭირო არ არის არ გამამტყუნოთ მე შევეცდები მხოლოდ ერთადერთი მიზნით რომ არ მოხდეს მერე მასიურად აი ამ ბლოგის და ვიდეოს დაბლოკვა, იმიტომ რომ ესენი ყველაფერს გააკეთებენ იმის გულისთვის, რომ დაბლოკონ. მიზეზი ხო უნდა ნახონ. ერთადერთი მოტივი, რითიც მე შეიძლება ხა ყველანაირად თავი შევიკავო, რომ ეს არის, რომ ეს, რასაც ახლა მე აქ ვიტყვი, რომ ეს არ დაიბლოკოს რა. ამათმა განაცხადეს ისეთი რაღაცა, ამას უნდა გარკვეული პლატფორმის მომზადება რა, ეს რო უთხრა რა, შენ ერს და შენ საზოგადოებას. რო ქართველს უთხრა, რომ ქართველი არ ახარ, წადი. და რისი შესაძლებლობა უნდა გქონდეს, იცი? რომ ძალა გქონდეს რა, გარკვეული ძალა გქონდეს, რომ ქართველი აყარო და გაყარო, რაღაცას უნდა ეყრდნობოდე და მის ადგილზე სხვა ჩამოიყვანო. რა უნდა უპასუხო ამ არაადეკვატურ არა ძალიან კაი ადეკვატურები არიან ეგენი ბიძინა ივანიშვილისთვის რა ამ ორ მოღალატეს ახლა მე აქედან თუ არა ჩემი ხალხი და ჩემი ერი რომელიც ამას მოისმენს და უნდა მოისმინოს ერმა და ხალხმა ეს და მათ თვალში იქნას დიფუზირებული სიმართლე თუ არა ამათ ლაპარაკი რა თუნდაც ამათ უნდათ ლინჩის წესით გასამართლება რა რომლის თავიც და ძალად სამწუხაროდ მე არა მაქვს და არა აქვს ჩემ ერს და არა აქვს ჩემ ხალხს რა ვინ არის კობახიძე მაიმუნო და ასინეთა მამაძაღლო შეგორილის ნაყოფო პაპუაშვილო ქართველები ჩვენ თუ არა ვართ ჩვენ არა ვართ ქართველები და არაბები არიან ქართველები თუ ჩინელები არიან ქართველები ვინ არის? აი ჩვენ თუ არა ვართ, ვინა ვართ? აი შეკითხვას გისვამ. თქვენ ვიცი რომ არ მიპასუხებთ, მაგრამ თქვენი პროპაგანდონები 24 საათის განმავლობაში რომ გვაგინებენ და გლანძღავენ და მტრებს გვიძახიან. პასუხი გაგვეცით ბიჭო. ქართული მიწა რო გაყიდეთ და სამშობლოს ღალატს რო ინვესტიციას უძახით. და ყოველი კვირის ბოლოს რომ თქვენი გუნდის წევრი რაღა პრემიერიდან დაწყებული მინისტრი არ დატოვეთ რომ ეს დაჭერილი არ აქვს და იმას კორუფციას არქმევთ თქვენი ლოგიკა სად არის ესე იგი 2025 წლის მონაცემებით ხო 7 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი არის გადმორიცხული საქართველოში ჩვენ ცუდი მოღალატე აგენტი ემიგრანტების და ეს არის საქართველოს ბიუჯეტის 55%-ზე მეტი ეს არის ბიძინა ივანიშვილის ქონებაზე მეტი თქვენ ხო ბიძინათი ამოგდით ზედამთვარე მე არ ვყოფ ემიგრანტებს რა თქვენ ხო ყოფთ ემიგრანტებს ის ამერიკაში რო არის
ამერიკელების ემიგრანტია, ეს ევროპაში რო არის ევროპელების ემიგრანტია, ის რუსეთში რო არის რუსების ემიგრანტია, არა, მე ასე არ ყოფ. ჩემთვის რუსეთშიც, ამერიკაშიც და ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტი, თუნდაც აზიაში, კუალა-ლუმპურში ცხოვრობდეს, არის ქართველი ემიგრანტი. და იმას შემოვილოს ჩემი თავი. თუ მის კერჩი გული ქართულად ძგერს. ემიგრანტები, რომლებმაც თავიდან ბოლომდე შეინახეს ჩვენი გაღარიბებული, ნაღალატარი, გამათხოვრებული სამშობლო. ვინც ვერ აკეთებს განსხვავებას ხელისუფლებას, სახელმწიფოსა და სამშობლოს შორის, ეს მისი პირადი პრობლემა. მე მის პოლიტიკურ, მეცნიერულ და საზოგადოებრივ განათლებას ახლა აქ ვერ მოვახდენ და ვერც შეუძლებ არც სამაქვს სურვილი. ჩემი ბლოგი არის ღია ბლოგი და ამისთვის უნდა იყოს ადამიანი გარკვეულად ინტელექტუალურად მზად, რომ ეს მოусმინოს და გაიგოს. მე ყოველთვის ვაგებ პასუხს იმაზე, რასაც ვამბობ და არა იმაზე, რასაც ზოგი იგებენ და ინტერპრეტაციას აძლევენ მერე. აი ამ მოღალატე ემიგრანტებმა მოღალატე ქართული ოცნების ენით ემიგრანტებმა გადაარჩინეს საქართველო. არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც მით უმეტეს ივანიშვილს, იმ დაპირებული ქარხნები და ისინი რომ პირდებოდა, რომ გშველოდა, რომ გვიხსნა მამამარჯენალმა, არც მაგად. ქვეყანაში არაფერი დოვლათი არ შეუქმნიათ. წლების მანძილზე ისე მოისპო საქართველოში ყველაფერი, რასაც შეეძლო ქართველიერი მიეჯაჭვა ქართულ მიწაზე, რომ მაგას ეხლა დეტალურად რო წავყვე და რო აღუწერო რა და რა გაკეთდა ქართველიერის წინააღმდეგ და როგორ გაკეთდა ეს ყველაფერი. ბევრი არც დამიჯერებს, არა, კაცო ესეთი რაღაცეები არ იქნება, როგორ დაიცალა ქართული სოფლები, როგორ დაიცალა მთა, როგორ განადგურდა ბარი, ვინ ეპატრონება ქართულ ნაყოფიერ მიწებს, ვინ ითვისებს კოლხეთის დაბლობს. და ვინ იყო საერთოდ ამითი დაინტერესებული და ვინ შემოუშვით ქვეყანაში? რომელ აგენტურაზე ლაპარაკობთ? ვიჯო, ოფიციალურად იწოდა საქართველოს უშიშროებამ, რომ ინგლისურის მასწავლებლების შირმის ქვეშ საქართველოს შემოდიოდა ცეირუს აგენტები. და თქვენ ამას აკეთებდით, უშვებდით. და ხმას არ იღებდით. რა მნიშვნელობა აგენტი რუსების იქნება თუ ამერიკის იქნება? თქვენ თუ იცით და ამას უშვებთ თქვენ საზოგადოებაში, თქვენ ისი ხელისუფლება ხართ ბიჭო. ამას მე ერთი მიმართულებით ვამბობ თუ არა, იქ თურქეთის აგენტურა მიმუშავა მშვენივრად. იქ აზერბაიჯანის აგენტურა მიმუშავა მშვენივრად. შეხედეთ აგერ საიდან შემოდის იმპორტი. სპანილი და ის რომ შემოვიტანოთ, რა ქვია, ქვეყანაში კიტრი. თურქეთიდან უნდა შემოვიტანოთ კარტოფილის ეგრეთ წოდებული იმპორტი ქვეყანაში ისია თურქეთიდან გაზრდილი, რომ თურმე ჩვენ ახალციხეში კარტოფილი ვერ მოგვყავს და სლოვენეთში კარტოფილი ვერ მოგვყავს. რამ განადგურა ხორცპროდუქტების მეურნეობა? ქათმების ეგრეთ წოდებული ფერმაში რა დივერსიფიკაცია მოხდა? ეს ყველაფერი იმიტომ კეთდებოდა, რომ საქართველოში ქართველ კაცს არ გაეხარა. ქართული ბიზნესი არ დატრიალებული იყო და მიჯეჭვული ყოფილიყავით თურქეთზე. ტრაკზე როაკოცეთ გუშინცინ და საქართველოს საზღვრებში შემოსული თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც შეუთანხმებელი ფრენა იყო ჩვენ საჰაერო სივრცეში. ისე გადაეცით შავი ყუთები, ვერც კი გაბედეთ, გაგეხსნათ და შიგნით ჩაგეხედათ, რა საწარმოებდა ჩვენ ტერიტორიაზე ეს პორტი. ძალიან ბევრი შეკითხვა უნდა გავაკეთო აქ. იმისთვის, რომ კარგად გაიგონოს მოსახლეობა და იმიგრაცია. ჩვენ რო გვიძახით, ახლა კაი გასაგები, ახლა მე რომ დამიძახებთ აგენტს და უბედურს და მამაძაღლს, ვიცი, იმიტომ რომ თქვენ მეტი ამ ხნის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ არაფერი არ გქონიათ, რომ გეთქვათ, გამოცულიყავით და გეთქვათ, რომ კორუფცია არა თავდაცვის სამინისტროში, აქ ის ხელმძღვანელი არ ჩათლახობს, აქ ის ხელმძღვანელი არ მამაძაღლობს, აქ არის პარაოს. აქ ხიდაშელი მართალია, რასაც ამბობს ნემსაძე, აი ის ტყუილია და ამიტომ არა. პირიქით, რასაც მე ვამბობ,
თქვენს მერე რო გაგახსენდებათ, ისე იჭერთ ხალხს, ოღონდ როცა გჭირდებათ. გამიგე, ეს არის სიმართლე. და აგენტი მაინც მე ვარ და ჩემნაირები არიან და რამდენი პატიოსანი ადამიანი არის კიდე. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან რატო წავა? ბიძინა ივანიშვილის არ არის ის 7 მილიარდი 2025 წელში რომ მარტო გამოაგზავნა ქართულმა ემიგრაცია. ეგრე გააკეთა გამოგზავნა. ზუსტად იმ ხელა ფული გამოგზავნა, რამ ხელაც უშოვია თვითონ მთელი თავის ცხოვრების მანძილზე. მისი არ არის, რა ვინც ართმევს. საქართველოს მეფეა, უგვირგვინო მეფეა, ფეოდალიზმი გვაქვს ქვეყანაში. ვისაც უნდა ჩამოახშობენ, ვისაც უნდა გილიოტინაზე გაიყვანებენ, ვისაც უნდა გააღმერთებენ, ვისაც უნდა ციხეში ჩასვამენ და ჩვენ უფლება არა გვაქვს, კაცო, ჩვენი ქვეყნის მართვაში ბედი მივიღოთ, მონაწილეობა მივიღოთ და განხაზროთ და ამას აქვს. ამას ვიღაცა ნაბიჯვარ კოც მამაძაღლიშვილ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელსაც გადამიწყვიტა როგორ უნდა ვიცხოვრო მე. კაი, ჯერ ერთი ბიჭო ის პაპუაშვილს, ოხ შენი გამზრდელი დედის ტუჩები მართლა რა და აღარ დავაბოლოვებ ყველა მიხვდება რა. ასე რომ გამოდის და ასე რომ ჩამოვიდესო ერთიო ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდეს და აინტერესდესო პოლიტიკითო და ისე მისცესო ხმა. პაპუაშვილის მყრალი დედის ტუჩები მართლა რა ამ ნანაცარი ღორიშვილის ამისი 5 კაცი არ მეგულება ქვეყანაში ჩემსავით რომ ქართულ პოლიტიკაში ერკვეოდეს რა ხდება და სად უნდა ჩამოვიდე ახლა მე რო ჩამოვიდე ტრაპიდან პირდაპირ გამახარებთ ანგლდანის ციხეში ან და პირდაპირ მიმაერთებთ იმ მარადიულ სამყაროს იქიდან ჯერ კაცი არ დაბრუნებულა და რამდენი ჩემნაირი გულანთებული შეიძლება ჩამოვიდეს ანალოგიური გზა გაიაროს. არა, შიში ერთია, გამიგე? და მეორეა უაზროდ თავის გაწირვა. მე არ ვაპირებ, რომ უაზროდ თავის შევწირო რაღაცებს და ქართულ ოცნებას მოუტიტულო ველი და აკითხონ რაც უნდათ, როგორც უნდათ, რანაირადაც გაუხარდებათ, სადაც გაუხარდებათ, რაც უნდათ რომ ისაკეთო. არა, მაგას არ ვაპირებ. მე ვაპირებ, რომ ძალიან აი მაგათ დასამარებაში, პოლიტიკურ დასამარებაში, ქართველი ერის თვალში სრულ გაჩათალახებაში მივიღო ლომის წვლილი შევიტანო. აი ამას ვაპირებ რა. და ამას გავაკეთებ. მარადიულად გავაკეთებ ამას. მე არ ვიცი ხა საგარეო საქმეთა სამინისტრო ეს არის კორუფციის ბუნაგი, სადაც იქ ერთი კაცის მიღება $10,000 ჯდება. ჯდებოდა უпроსწორად და ბევრი შემთხვევა ესეთი ქრთამი გადახდილა იქ დაუღიათ და კიდე აღარ ჩავყოფი. ესე იგი, როგორი მარაზმია, იცი? დღევანდელი მოცემულობით ქართველ კაცს, ქართულმა ოცნებამ განუსაზღვრა ესეთი პოლიტიკა. მოკვდებით ემიგრაციაში, ჩაკვდებით და ჩაგაკვდებათ ძაღლები, ჩამოგიყვანთ, კაცო, საქართველოს სახელმწიფო გადაიხდის იმაში, πως ჩამოგასვენოთ საქართველოში. და ჩაგაგდონ მიწაში. კუბოს ფულს და გზის ფულს კი ხდიან, თუ მოკვდებით. და მეორე შემთხვევა გეუბნება, ჩამოდი საქართველოში და ხმა მიეცი. ჯერ ჩაგაგდო იმ დღეში ლუკმანპურის ფული წაგართვა, პოლიტიკურად გდევნა, გაგანადგურა, შენ ქვეყანაში წაგართვა ადამიანის ღირსება, სინდისი, ნამუსი, აგიკრძალა ყველაფერი და მერე გეუბნება, ჩამოდი. და სად უნდა ჩამოხვიდე, ბიჭო? არიციან უცხოეთში როგორი პირობები არის ქართველი კაცისთვის და ვისაც ეგრეთ წოდებული საბუთი არ აქვს და უამრავი ასე ცხოვრობს თავგარდარჩენის მიზნით და არ ვიცი არ მოყვები ახლა მაგას კი ვიცი მაგრამ არ მოყვები ახლა რა მოტივებმა იმოქმედა იგი ჩვენი ბრალი არის იგითი ქართველების რომ თავის დროზე ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით საქართველოში ჩასვლა კი არა უსაბუთო კაც ქალაქიდან ქალაქში გადასვლის ეშინია ეშინია, იმიტომ რომ ხვალდაზე ისიც არ დაკარგო, სადაც მიჯაჭვულია იმ ყველაფერს. და როგორ ჩამოვა? სად ჩამოვა? ეს ერთი პრობლემა. მეორე დასაქმებული კაცი რო არის უცხოეთში და რომ მუშაობს რა და როგორ მუშაობს ქართული ემიგრაცია უცხოეთში და რა ყვალებას გადის და რამდენ საცოდავ დედას ხელში ჩააკვდა ვიღაცის მოხუცი. და 1000 პრობლემის წინ აღმოჩნდა და 1000 ავანტიურა და თავგადასავალი გადაიარა. ჯერ ერთი ბიჭო თქვენ ხელისუფლება ხართ? თქვენ მოქალაქეებს ყიდით, მე თქვენი დედის კობახიძე შენი დედის გამზრდელი დედის ტუჩები რა. შინდედა. თქვენი მოქალაქეები გაყიდეთ ბიჭო.
თქვენი მოქალაქეები გაყიდეთ, იმიტომ რომ თქვენ გზავნილები გქონდეთ აქედან რა. გზავნილები გქონდეთ და ბიძინა ივანიშვილმა სარგებელი მიიღოს და ზიხართ იქ ბანკში და ხან აწევთ ამ კურსს და ხან დაწევთ და როგორც გინდა ისე ხართ და როგორც გინდა ისე გაგიხარდებათ და ცალკე მერე ნარკოტიკებს ყიდით იმ გაფუჭებულ ბავშვებს, ვინც უდედოთ და უმამოდ გაიზარდა საქართველოში და ორმაგად რყმით და ორმაგად აუბედურებთ. და 1000 კონტრუბედურება გაქვთ ჩართული საკუთარ ერზე. რაც შეიძლება მალე ამოწყვიტოთ ქართველი კაცი და ქართველი ერი და ქართული ჯიში, რომ მე არაბი იმას გქნათ, რა ქვია, დაასახლოთ. აგერ რა უნდა ვილაპარაკო? სათქმელის მეტი რა მაქვს? მე ქართული ოცნების პროპაგანდას კი არ ვებრძვი. აი ახლა სად არიან ეს ნინი ბადურაშვილები, კუზანოვები, აი ეს ზაღლიშვილები, რატო არ გამოდიან და 1,700,000, აი მაგათ ენაზე ვამბობ თუ არა კაცო, 2,700,000 ვართ ემიგრანტი. და ის თალკე ტრაგედია აქ რომ ბავშვები გაჩნდნენ და სამშობლო არ უნახიათ. ჩემი შვილის თამადობით. ჩემი შვილისთვის ჩემი სამშობლო ვარ მე, რომელიც ინახავს ქართულ ენას მასთან და ის საზოგადოება, რომლითაც ჩვენ ქართული ენით ურთიერთობთ, კაცო. მე ვინ უნდა გამისაზღვროს? ვიღაცა სულიანმა ბერა ივანიშვილმა და ივანიშვილის ნაბიჭვრებმა და აი ამგენმა გომელაურის ბოდანდარაშვილმა და იმან უნდა განუსაზღვროს ჩემი შვილს და ჩემ მომავალს. მე ჩემი ქართველობით, ჩემი ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში სად რას მივიღებ და როგორ მივიღებ და რა მონაწილეობას მივიღებ. ჩემზე არ არის ლაპარაკი, მე ისედაც არ მაქვს ურთიერთობა საქართველოს საელჩოსთან, მის ანასხლეტებთან და როც მომწე ახლა კი არა საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას მე პირადად არ ვიღებ. ალბათ რა ვიცი რა, ჯარში რო ვიყავი, მაშინ იძულებული ვიყავი მიმეღო და 2019 წლის მერე არც მიმიღია არც არჩევნებში და როცა ვიღებდი მონაწილეობას ყველას უხაზავდი თუ გაინტერესებთ. ეს კიდე სხვა საკითხია, ჩემი პოლიტიკური გემოვნების საკითხი, მაგრამ თანამონაწილეობა იმ ფარსულ არჩევნებში, იმ ჩაჯუმულ არჩევნებში, იმ მოტყუებულ არჩევნებში და იმასაც რო აგიკრძალავენ, რომ შენ უფლება არ აქვს, რომ იქ მონაწილეობა მიიღო, ჩამოდი და აქ მიიღე მონაწილეობა, შენ აგენტი ხარ იმ ქვეყნის, სადაც ცხოვრობ. აი დიდისარი უნდა გავთხაროთ და კობახიძის დას უნდა ჩავთხაროთ პირში. აი იმ ქორწილში რო შლიდა ქართულად ხელებს რა, აი პუჯისტი მამის შვილი. ახლა ბევრი გამოვა რა, აქედან და მეტყვის ამას რატო ეხები, იმას რატო ეხები, იმას რატო ეხები. ჩვენ რო ტრაკი არ გვქონდა, ჩვენ რიგით ქართველებს ტრაკი თუ გინდა ემიგრანტებს. ტრაკი რო არ გვქონდა, იმგენ შევხებოდით, ვისაც უნდა შევხებოდით, მიტო შეგვეხდნენ ასე ტოტალურად ყველას. 2,700,000 კაცს უძახი აქედან რა. თქვენ გთვლიან ქართველებად კი არ გთვლიან, თქვენ ქართულ ენაზე მოლაპარაკე აგენტებად გთვლიან. თქვენ გთვლიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარ ძალად, რომლებიც საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე და მათ ქართული არაფერი არ აქვთ მეტი. და ეს დააწესა ვიღაცა გორილამ, ნანაცარმა, ნაბიჭვარმა, პაპუაშვილმა და ვიღაცა ნაბიჭვარმა კობახიძემ. დაგვიდგინა დეფინიცია გაგვიკეთა ჩვენი ქართველობის. ამ ყველაფრის მერე ჩვენ შეგვეცოდებიან ესენი კიდე. ჩვენ შეგვეცოდებიან ჩვენი ახლობლები, ჩვენი ნათესავები, ჩვენი ბიძაშვილები, ჩვენი დეიდაშვილები. დავიტყვით ხო, აბა თუ არ მიაწოდა იმან ფული, აბა სინამდვილეში რა მოხდება, იცით? ეს 50% საქართველოს ბიუჯეტის არ იყოს, გაიქცეოდა იქაურობა. საქართველოს ბიუჯეტი შედგება, ძირითადი სუბსიდია არის ემიგრაციული თანხები. დანარჩენი არის ტრანზიტის თანხები. აი თუ ჩვენ ხო ჩვეულებრივ ვისაუბრთ რა, გამტარი გზა რა. სომხეთიდან თუ რამე გამოვა, გავა, აქედან თუ იქეთ წავა რამე, იქიდან აქეთ წამოვა. ეს ლეგალური ბიუჯეტი რაში ითვლება. საზღვაო გზით თუ ვინმე რამეს გადაკვეთავს იქ. საჰაერო სივრცეზე თუ ვინმე გადაგულის,
აი იქიდან შემოსული ფული რაც არის დანარჩენი 55% ეგ არის საქართველოს ბიუჯეტის. მეტი არ არის საქართველოს ბიუჯეტი. მეც ჩვენთან ფული არაფერს არ შემოაქვს. წიაღისეული ოქრო იქნება, მადანი იქნება, ყველაფერი გაყიდულია გვიძინა ივანიშვილის. ყველაფერი ათვისებულია გვიძინა ივანიშვილის. დარჩენილი არის მხოლოდ გატყაული, გამამაძაღლებული, გათახსირებული ქართველი ვიღაცამ წერს და გამოსავალი შეჩემა რა არის და გამოდდა მისმინი აგერ მე და არაფერი არ გააკეთო შენი ქვეყნის გულისთვის. 1000 კაცი კი არა და დავთქვამდი მიტინგს 5 კაცი ძლივს მოვიდოდა იქ და გამოსავალს მეკითხება აგერ ინტერნეტში გამოსავალი რა არის? გამოსავალი ის არის რომ შენ იმაზე რა ქვია შენი ყორეღობე არ უნდა იფიქრო მარტო და შენ იმაზე არ უნდა იფიქრო და შენ მეგობარს რო უჩის უნდა ადგე უნდა მიეხმარო უნდა გადადგა ნაბიჯი ეგ არის გამოსავალი ახლა რა ვიცი ეგ გენი არიან ყველა განდონები რა აი ქართული ოცნების გამოსავალი აინტერესებს და მე ამ გამოსავალის მე იწვის რა ცუდია ნაციონალური მოძრაობა და ამ გამოსავლის მე უკვე პრეამბულაში აქვთ ის რომ ანუ იმგენს ხოჯობია ქართული ოცნება აი ეს არის ამგენის კომბინაციაა ეს რა ნაცებთან შედარება საკუთარი ხელისუფლების და აი ჩვენ ხო უკეთესი არა ბიჭო თქვენ ნაცები გჯო აი ამას თუ ვიტყოდი 1000 ნაცების მე რეპრესირებული გავლილი ამგეს ნაცები ჯობია ნაცები ამგეს ჯობია ძალიან მარტივი წესით ვამბობ ამაზე იმგეს ბოლოს და ბოლოს რა დედა მოთხოვნებიც არ უნდა ყოფილიყვნენ შეეშინდათ ტოტალური უბედურების დატრიალება ქართველი ერის წინააღმდეგ წასვლა ქართველი ერის წინააღმდეგ ტოტალურად იარაღის გამოყენება და ვიღაცას დაუჯერეს როგორ დაუჯერეს რანაირად დაუჯერეს მოწყობდნენ თუ ასე იყო თუ ისე იყო გადააბარეს რა ხელისუფლება ამას ბიძინა ივანიშვილი არასოდეს არ გააკეთებს ამას რო ვამბობ იმას კი არ ვამბობ რომ ნაცები კარგი არიან ნაცებს იმედი რისიც ჰქონდათ და მე ვინც გაუცრუა ეს იმედი ეს მათი პირადი პრობლემა არის მაგრამ დღეს ვინც ხელისუფლებაშია ის ამას არასოდეს არ გააკეთებს ეს ომი არის სამკვდრო სასიცოცხლო ომი და ამ ომში ყველაზე მთავარი ძალა ყველაზე გაბედული ძალა პირდაპირ გეტყვით რა ყველაზე გაბედული ძალა ემიგრაცია ჩათვალეს ყველაზე იმპოტენტ ძალად გულახდილად გეუბნებით ამას მიაყენეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა და უთხრეს რომ აი თქვენ არავინ არ ახართ ეს გითხრეს თქვენ ვისაც ის ემიგრაცია გაჭმევთ გასმევთ გიხდით სწავლის ფულს გიხდით სახლის ქირის ფულს და ყველაფერს ახლა აღარ ჩამოვთვლი არ მინდა რა თითოეულ დეტალებში გავიდე და ყველა შეურაცხყოფა მივაყენო რა იმის მაგივრად რომ დაინტერესებული იყოს ხელისუფლება საკუთარი ერის და საზოგადოების მოსვენით რა ეშმაკურად მაინც ეკნათ რომ აი საელჩოებს გავხსნით მხოლოდ ცენტრალურ ქალაქებში ხო აი საფრანგეთის მიმართულებაზე ვამბობ ხო თუნდაც გერმანიის მიმართულებაზე რომ ამდენი ემიგრანტი რო ყავს სოციალურად უნდა იცოდე შენი მოქალაქეები სად არიან როგორ არიან ამდენი პასპორტი მქონი ადამიანი სადა რომელ ქვეყანაში რომელ ქალაქშია და ახლოს უნდა გააკეთო მაგალითად ბერლინში გერმანიაში წესიერი ქვეყანა რომელიც საზოგადოების ინტერესებს ზრუნავს ბერლინში ჰამბურგში დრეზდენში და კიოლნში აუცილებლად გააკეთებდა რა საარჩევნო უბნებს იქვე აი შეიძლება 24 საათი მთელი პარიზის მასშტაბით ვერ გააკეთოს საარჩევნო უბნები ვერ გასცნას მაგრამ პარიზი ყველაზე მცირე მარსელი ლიონი ეს დიდი ქალაქები რაც არის იქ აუცილებლად უნდა იყოს გახსნილი პუნქტები რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლოს მისვლა თუ შეძლო ისიც იმ ცხოვრების პირობებში როგორი ცხოვრების პირობებიც ქართველს აქვს უცხოეთში და არა მარტო სხვა ქალაქებში ანალოგიურად ვამბობ აბა რისი სახელმწიფო ხარ აბა ტუალეტი ხარ შედედაატირებულო საქართველოს ემიგრანტებს გვითხრეს თქვენ ხართ გაუქმებულნი თქვენ არავინ არ ხართ
აი სამაგიეროდ რას იზამენ, იცი? აი ახლა არაბებზე ხო ყიდიან ჩვენ მიწას. ჩაგვანაცვლებენ, ჩამოიყვანებენ ამ ტრაკსუნა არაბებს. მიცემენ აბსოლუტურად ყველა იმის საშუალებას, რომ მოახდინონ სოციალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და ეტყვიან, აჰა, ქვეყანა, როგორც ერთ-ერთმა არაბთაგანმა უთხრა რა, ერთ-ერთ თურქს ისტორიაში, რომ სად მიდიხართო იქ ალბანელების და იმგენის ასაყროლებლად აგერო ქართველებიო ქვეყანა მდიდარიო სახმარიო საჭამიო სახრავიო ასე ეტყვიან სად მიდიხართ აგერ ქვეყანა და ხარით და ჭამეთ აგერ მისი მოქალაქეები აქედან გარბიან და თქვენ 64 აგერ გქონდეთო რა ეგ არის სიმართლე და კლიპებს გვიდგამს ახლა კლიპებს ბიძინა ივანიშვილი და კლიპებს გვიდგამს ახლა ეს რა ქვია პაპუაშვილი რომ აბა ბიჭო და რა მაგარია არაბული ინვესტიცია ქართული მიწის გაყიდვა რომ კაია ამაზე გვიდგამს კლიპებს და გვაჯერებს თუ როგორ აშენდება ქართველი ხალხი და ქართველი ერი იმითი რომ ქართული მიწა გაიყიდება ლოგიკა სად არის ვინმე იღებს ამაზე ხმას საპატრიარქო სად არის სადახართ საპატრიარქო თქვენ დედა რღნიანებო თქვენ ახართ ბიჭო თქვენ ახართ ცხენის ყუდზე გამოსაბმელი ნაძირლები ფურას აზიზღრები ხართ რა და ფუ როგორ მეჯავრებით თქვენ ქრისტესთან თქვენ ღმერთთან რა საერთო გაქვთ თქვენ სამშობლოს გამყიდველო ნაძირლებო ყველა ვინც ახართ მაგ საპატრიარქოში დილას როჟედი ხართ მაგედან პატიოსნება არა ჩემი სირი კიდე თქვენ ანაფორიანო ძაღლებო თქვენ ჯიპზე გაყიდულო ნაბოზვრებო თქვენ სრული ამ სიტყვის ნიშნე მამაო და ის და ნათლობაში 150 ლარი და ქორწინებაში და ჯურის წერაში ფული და სამშობლოს ყიდით ბიჭო და ქრისტეს არ გაყიდით თქვენში არც ვიტალურია არც კაცურია არც ვით უმეტეს ღვთიურია რა და არც ქრისტეს მორალს რა უნდა თქვენში ქრისტე თქვენაირებს მათრახით გამოეკიდა ეკლესიაში სადმე ახლა ბერი თუ თავისთვის წირად ლოცულობს რაღაცა გამოქვაბულში კი იმას 100 წელი არ ვეხები კაცო იმას მისი ცხოვრება აქვს და მისი უფალი ყავს და დიდება უფალს და დიდება მის მადლს შეუსწავლელია გზანი უფლისანიო ნათქვამია რა შეუცნობადია მაგრამ ამგენს ღმერთთან რა კავშირი აქვს სამშობლოს ღალატს პირდაპირ თანაზიარობენ ეს ჯაღმაიძე ნაბოძვარი ეს შიო მუჯირი სუფთა ნაბოძვარზე ნაბოძვარი იქ რომ დამჯდარა პატრიარქობა რო უნდა უკვე რო без 5 მინუტ პატრიარქი რო არის და კიდე დანარჩენი რა გომბეგო ეს ჩათალახთა გარემოცვა და თავი მაგარი ტიპები გონიათ განაღდებულია ქართველიერი არჩენს აგერ აზერბაიჯანელები ჩაუსხამენ ჯიპებში იმას ნავთობს ბენზინს მე რა დავით გარეჯი ხო გაყიდეს იქ თუმად ამათი იმედი უნდა გქონდეს ჩვენ კონსოლიდაციისთვის ჩვენ ამათი იმედი არ ჩვენ უნდა გქონდეს ამ ბრძოლაში ქრისტეს იმედი ჩვეულებრივ ქრისტეს იმედი ხატთან ავარდოთ სანთელი დავიწეროთ პირჯვარდებს შედამთავრდა რა ეგ არის ჩვენი საპატრიარქო ღმერთმა იცის რა ჩვენ გულთან მოაახლოს თუ მაგნა ბოზრებთან მოაახლოს რა აუქნა რა სხვანაირად არ შემიძლია მაგათი მოხსენიება რა ჩვენ შევქმნით ჩვეულებრივ უშიშროების განყოფილება გადაცმული შავ ჯიპებში დავაფინანსეთ მივიღეთ რაღაცა ჰიბრიდები всё მოსიარული ეშმაკები მივიღეთ ამათი დედა მოვტყან ამათი ესენი ვინ არიან ესენი და თავისი ელიტა შექმნეს და ეხლა გამოდის ის რა ქვია ქოცების პროპაგანდონი კარგად ნაცნობი უცნობი როა სააკაშვილის ტრაქში რო უძრებოდა თავის დროზე რა და თურმე ჩვენი ქართველი ერის გამოსავალი ყოფილა თურმე მონარქიის აღდგენა მას აკითხავია მონარქი ვინ იქნება ჩვენთან იმიტომ რომ პატრიარქზე დიდი ტიპი უკვე არის ქვეყანაში პრეზიდენტების დამნიშველი ტიპი უკვე არის საქართველოში პარლამენტის დამნიშველი ტიპი არის პრემიერებს ვინც იჭერს ისიც არის ერთადერთი უმთავრესი ფეოდალი არის ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე მაღალი მეფე და მთავარი მონარქი ვინ იქნება ქვეყანაში არ ვიცი ალბათ იტყვის რომ მოდი რა აღარ გვინდა ეს მეფეც იყო ბიძინა მეფე ამ ბერახო პრინცია და ეს იქნება მეფე ჩვენ მორჩა გასცა მეფემ განკარგულება რომ გაიყიდოს ქართული მიწა იყიდება და ყველაზე უბედურება რა არის იცი დასკული ტერიტორიების მინიჭებული რა თქონდა სტატუსი და ეს არ არის მარტო ქართული ოცნების გადასაწყვეტი კაცო
ეგ არის ეროვნული ნაკრძალები და ეს შესული იყო ევროპის დაცულ ტერიტორიებშიც. ისინიც კი მიყიდეს არაბებს. დაცულ ტერიტორიებს შეუცვალეს სტატუსი დაცულ ტერიტორიებს და მიყიდეს არაბებს რა. აბა გაბედე შენ და რამე ისეთი გააკეთე. აგერ ომის ვეტერანებს და გაუბედურებულ ინვალიდებს და ემას ნაგავსაყრელზე სახლი ხუხულა რა აშენებიეს რაღაც ხალხი გარეთ რო იყო გარჩენილი. თავზე დაანგრიეს ბლოკები. კალაძემ და ამ ნაბოზურებმა მაგენის დედას შევეცი მაგენის. ხალ მინდოდა, მაგრამ მაინც შევიგი. და ესენი ქართულ სიმდიდრებს დაცულ ტერიტორიებს ბიჭო უცვლიან სტატუსს და არაბებს ხიდიან. და ინვესტიცია ყოფილა სამშობლოს ღალატი. და ემიგრანტები ვარ ჩვენ მოღალატეები. აი მე მაგალითად ახლა საფრანგეთის აგენტი ვარ მაგალითად. ამათ თვალში, კოცების თვალში. ვიღაცა გერმანიაში რო გულანთებული ვაჟკაცი არის თავის ქვეყნის ის გერმანიის აგენტია. ვიღაცა იმის აგენტი არა ქვია, დანიის აგენტია, ვიღაცა შვეიცარიის აგენტია. მოწყვლადი ძალა ვარ ჩვენ იმ ქვეყნის სადაც ვცხოვრობ და ესენი ეს დედამოწყნულები რა, მთელი თავის ცხოვრება რუსეთში რო აკეთა იქ ფული. კიდე ერთხელ ვიმეორებ რა, მე არა ვარ ის ტიპი რომელიც ყველაფერს იმაშვება რა ქვია. ის ცალკე პრობლემაა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს გადაწყვეტილებები რუსულ გეოპოლიტიკასთან, იმიტომ რომ თურქიზაცია და არაბიზაცია მაგათთან როგორ მოუგვარდება არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ვამბობ რა, მთელი ცხოვრება იქ იყო და თვითონ არ იცვლება არავის აგენტად. არც რუსეთის აგენტად ითვლება, არც კობახიძე, არც გერმანიის აგენტად ითვლებოდა, არც სოროსის აგენტად ითვლებოდა, ეგ სოროსის ბიუროში რომ მუშაობდა. აგენტები ვართ ჩვენ. ჩვეულებრივ გულანთებული ემიგრანტები. ეგენი აგენტები არ არიან, ეგენი დედამოწყნულები არიან. ეგენი ამგენ შეუძლიათ რომ დანომრონ ყველა როგორც აგენტები. და ჩვენი ქვეყანა რო გვიყავს, ჩვენ მტრები ვართ. მაგი არ შეიძლება. თუთ შეაგენტო შენ, როგორ გიყვარ შენი ქვეყანა? როგორ გაბედე შენი ქვეყნის სიყვარული? და ერთი შეკითხვა მაქვს, ახლა არ მინდა რა, არავის დიდი ხანი თავი შევაწყინო, მაგრამ ერთი ის მინდა რა, შეკითხვა დავსვა რა. მაგალითად, კოცებო, პაპუაშვილო შეგამზრდელი მიქმნილო შენ. ავადმყოფობის გამო რომ იძულებული გახდა ოჯახი და წავიდა საქართველოსთან. რომ თავი გადაერჩინა. და ავადმყოფობით რო ჩაბარდა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. იმიტომ რომ თქვენ მაგალითად კიბოზე არ მკურნალობდით, ან თუ მკურნალობდით, თუდაც მკურნალობდით და ბევრი დაღუპეთ, მაგრამ რა არის ყოველ შემთხვევა არ არის. აბა შენ შვილს ხო არ მიიყვან მაგ ღმერთმა დაიფაროს რა, სამკურნალო ყავდეს, მიუხედავად იმისა, რომ თუთაშხიაში რო არა, თუდაც ალდაო ჯონჯოლი აღორიშვილის ომის შვილების გაზდარით იქნებაო შვილი მამაზე უკეთესიო, მაგრამ შენ ხო არ მიიყვან შენ შვილს სამკურნალოდ თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში. აი სხვა რო დაღუპეს იქ და კიდე სხვას აღარ ან გადასარჩენად რო არის წამოსული აქ რა უკანასკნელი კაპიკი რო გაიღო და სიცოცხლე რო აქ რა შერჩენილი. აი ნარკაც თქო უკან დაბრუნდეს და გააკეთოს არჩევანი გაერკვეს ქვეყნის პოლიტიკაში? ამერიკაც თქო დაბრუნდეს? ფეხი რომ მოაჭრეს ცუდი მკურნალობის გამო. ანდა ფული რო არ ქონდა და რო ვერ იმკურნალა და თირკმელი რომ მოპარეთ და ამოუღეთ. და წამოსული როა რა აქ უკანასკნელი ჰაერი რო ჩაყალაპოს. ასეთი კაცი უნდა მობრუნდეს მაგ, ჩამოვიდეს მოგცეს ხმა და მერე წამოვიდეს თუ არ მოგცეს ხმა. სადაა თქვენი ლოგიკა? რაში მდგომარეობს თქვენი ლოგიკა? პრობლემა რაში არის, იცი?
აი თენგო თვიური მწერს ძალად პატრიოტო მართლა თვიური ხარ შეჩემის შენ რო კაცი იყო შენი სახელი და გვარი რა უნდა ვილაპარაკო აი ესეთი სახელებით გვარებით მოდიან რა ბიჭო ჩემი ქვეყნის მომავალზე ბეძე ვლაპარაკო მალე მაგ სახელსაც ვერ დაირქვა არაბული იეროგლიფი იქნები და წაიკითხები მარქმიდან მარცხნივ შენი დედავატიში რა უნდა ვთქვა რა რა ქართული წერა კითხვა არ გისწავლიათ არაბულს რასაც თქვენ ბედი დაგემართება თქვენ ძაღლიშვილებო კაპიკებში რო გაქვთ კარტოფილში რო გაქვთ თქვენი სამშობლო გაყიდული რა თქვენ საკუთარ ქვეყანაში რო კაი ჩვენ ემიგრანტები ვართ და გავიარეთ რა სირთულეები და როგორი სირთულეები გაიარა ქართულმა ემიგრაციამ და რა ისტორიებია საერთოდ ქართული ერის გადასახლების ისტორიას უძახი მე ამას რა საკუთარი მიწიდან თქვენ საკუთარ მიწაზე რო იქნებით უცხოები და მაგ მოგიწევთ ყველაფერი საკუთარ მიწის შეჭმა მოგინდებათ მაგრამ მაგის უფლება აღარ გექნებათ ეგრეა აი კიდე მინდა რა უპასუხო რა თვიურს მინდა უპასუხო თენგო თვიურს მართლა ამ თვიურს ბოდიშვილი და სათხარო გადასახლებულიო მაგ არ არიანო არაბებაო აი შემართლა ინტრიგანო აქ საფრანგეთში არაბობა და არაბები აი ამაზე მithხოვს კომენტარს საფრანგეთში არაბები თუ არიან ისინი არაბულად ვერ ლაპარაკობენ სახელმწიფო უწყებებში და თქვენთან ბიზია თქვენ ნაბოზრებო თქვენაგან ოკუპირებული რა ჩემი სამშობლო სომხები გიმართავენ ნინოწმინდაში საკრებულოს ხდომას და არაბი რას გიზამს მე აქ არაბი არ მინახია რომელიც ფრანგულ ბიუროკრატიას და ფრანგულ ადმინისტრაციას ახტება თავზე მე ესეთი რაღაც არ მინახია აი ეს არის სიმართლე შენ თავს სახელმწიფო სხვა არ ადარებ და სახელმწიფო კინო გონია მე ნაციონალური მიმართულების წინააღმდეგ კი არა მაქვს რა მე იმის წინააღმდეგ რა მაგ საუბარი რასაც თქვენ ღალატობს და აკეთებთ თორემ სხვადასხვა ერებმა შეიძლება იმუშაოს შენ ქვეყანაზე შენ საზოგადოებაზე მაგრამ შენი ერი არ შეიძლება გახადო შენს ქვეყანაში სხვა ერზე მომუშავე გამიგე თვიურო თვიური კი არა დღიური ხარ შენი დედა მოთხაში კიდევ ერთხელ ვამბობ ამას რა ქართული ემიგრაცია უნდა დადგეს ფეხზე ქართულ ემიგრაციას აქვს სერიოზული პრობლემები ქართულ ემიგრაციაში ჩანერგილია სერიოზული აგენტურა როგორც ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ბრჭყალებში ვითომ პროევროპული იდეოლოგიის ნაცური ნაბოზრული ნაპროჭული საზოგადოება და ქართული ოცნების კონგლომერატი ამაზე სერიოზულად დამუშევრები არიან და სამწუხაროდ ეგრეთ წოდებულ საგარეო დაზვერვის სამსახურს ვითომ რო საგარეო დაზვერვას უძახის ქართული ნარკომანების ჯგუფი ყავს რომელიც მიკედლებული ყავს ეგრეთ წოდებულ დიასპორებში ძირითადად ეს ხალხი იკრიბებიან ეკლესიებში და ესეთ ადგილზე და 50 ევროს უხდის პოლიტიკურ ინფორმაციაზე რომელიც მიეწოდება მათ ახლა გინდა აგენტი დამიძახონ მაგით და გინდა რაც გინდათ ის დამიძახონ რა აი ამას მოაწერა ხელი ირმაი ნაყლინაშვილმა აი მაკრო ვითომ მაგარი ტიპი არის ტრაკფხარმოურავის დაქალი რა თავი რო ხატზე გამოხატა მორგოშიესთან ერთად და გმირ ვასაძესთან ერთად რა და ესე გაუზარდეს ბიუჯეტი მაშინ საგარეო დაზვერვას კაი დიდი ხნის უკან იყო 10 მილიონამდე ეს შეიძლება არაფერი არ არის მაგრამ იმის მერე სამჯერ გაიზარდა ეგ ბიუჯეტი და ვიღაცისთვის $50 რო გადმორიცხონ, ევრო გადმორიცხონ ის კმარა და იმის იქედა ერთი 150 და 250 თვითონ რომ მოტეხონ სავსებით ყოფნის ჩვეულებრივ რიგით ოპერს, რომელიც თითქოს პოლიტიკურ ინფორმაციაზე მუშაობს. ახლა რა მარაზმია რა, ორი ქალი რაღაცას რო იტყვის აქ ემიგრაციაში, ეკლესიაში რა.
ეს ნარკომანი ისმენს ამას და უკაკულებს იქ საქართველოში ქართველებმა შეკრების დროს ეს ქნეს, ეს თქვეს, ეს გააკეთეს, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, ვინმე არ გადაწყვიტოს საქართველოს საელჩოსთან მისვლა და თავზე მიჯმა ბიძინა ივანიშვილისთვის. იმიტომ რომ ჩვენ ხო აგენტები ვართ. ჩვენ ხო გეტოში ვცხოვრობთ, ჩვენი აზრის და ჩვენი სიტყვის გამოხატვის თავისუფლების უფლება არ აქვს. როგორც ხიარის დაზიანებული მატალებით შეჭმული, როგორც ჩვენი ქვეყანა არის ჩაჯმული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ჩაქცეული, აი ისე არის ემიგრაციული ერთობაც მომსპარი. მე იმას არ ვამბობ, რომ ემიგრაცია ამ 2.800.000 კაცი არ არის ღირსეული და ვაჟკაცი ადამიანი. ყველა თავისთვის არის, ყველა დაკავებულია. ის ვინც რაღაცას იბრალებს, კაკრას ის ამ გენზე მუშაობს თავისი პროჭობით. აი ეს არის დიდი უბედურება. ამიტომ ჩვენ უნდა მოახერხოთ, ჩემო კარგებო, ემიგრაციაში ვინც ვიმყოფებით, დეკლარაციის შექმნა, ამ დეკლარაციას მოვაწეროთ ხელი და დეტყვნა გაუჩინოთ ამათ საელჩოებს იმ ქვეყანაში, სადაც ავართ. და ვანახოთ ამგეს ვინაა ქართველები ვართ, ჩვენ ქართველები თუ არიან ეგენი ქართველები, რომლებიც მილიონებს ჭამენ საქართველოს საელჩოებში. გომლაურიშვილი 1000 ფალოს გადამხტარი ნაბოზვარი ბოლოს გერმანიაში რო შემოტენა გიზორიას მის ძმაკაც რო შემოტენა რომ სახელმწიფოს ფული რო ეხადა და მაგი და იზორიას ცოლი რო ერთად ჭამდნენ ქვეყნის ბიუჯეტს ეგენი ყოფილან თურმე ქართველი მანდილოსნები რა და ის ემიგრანტი რომელიც გადამკვდარია და 10 ჯერ უფრო იაფად დგას მონა მუშახელად უცხოეთში უსაბუთოდ შიშით პლუს იმისა რომ ვინმე არ დაიჭიროს იქ რო გამოვალა ინვალიდ ქმარს და ინვალიდ დედას ან ინვალიდ მამას რო ფული ან ინვალიდ შვილს რო გაუგზავნოს ფული იმის შიშიც აქვს რომ ან კარაბინიერმა არ დაიჭიროს ან პოლიციამ არ დაიჭიროს და ერთადერთი მინუსი მისი შეიძლება იყოს ის რომ ის არის ემიგრანტი და ის არის უსაბუთო და ის არის უპატრონო ქვეყნის შვილი და კიდე წლების მანძილზე ხდებოდა ემიგრაციის გაღლეპვა და ქურდობა ემიგრაციისა, აი რაზე იცი? მაგალითად არიან რა ესეთი ძალები, მე პოლიტიკურ პარტიას ვქმნი და ფული არ მაქვს და ჩამირიცხეთ ემიგრანტებს. აი ამას ვინც ამბობს, ყველა ნაბუზვარია. ყველა უშიშროების პროექტი იყო. აი ამას ვინც ამბობდა, სწავლობდა ემიგრაციულ ჯგუფებს, ვის ჰქონდა შესაძლებლობა ფულის მარტო კი არა, ფული არ აინტერესებდათ ის ფული. გამბედაობა ვის ჰქონდათ, რომ თავისი ქვეყნისთვის ხელი გაექნი. სწავლობდნენ მის ახლობელს, მის მომავალს, მის ნათესავს, მის გზებს საქართველოში. აგენტია, უცხო ქვეყნის მოწყვლადი აგენტია, საკუთარ ქვეყნის შვილის გამოძახებას აყვა იქ მართლა რომ ჩათვალა რომ პატრიოტიკაცი იყო. და მიგე ეგონა მის ქვეყანას რაღაცა ეშველებოდა, რო აიღო ის 200 ევრო, იქიდან 100 გააგზავნა ქვეყანაში და მის ახლობლებთან და 50 ამ ნაბიჯვარს გაუგზავნა და 50 დაჯდა და წესიერად ვერ ციგარეტი იყიდა, ვერც პული იყიდა, ისე შეჯამა. გამიგე და აგერ კიდე პრობლემა იქიდა უშიშროებიდან. რატო? იმიტომ რომ იმან არის ის მის ქვეყანაში რა ჩათელახები მუშაობენ და როგორ მუშაობენ, გამიგე? და ეს პატრახნის მერე გამოვიდა კიდე ახალი დეზო შეთხარა, კიდე ახალი დეზო შეთხარა, იმდენი შეთხარა, ამზას საწოდავ ემიგრანტს ქართულ ენაზე მოლაპარაკე ნაბოძვარმა. მანამდე სანამ უშიშროება არ გააძო ცალკე დეზინფორმაცია და ცალკე იმის სისხლით ნაშოვნი ფულიდან სისხლი არ გამოიღო როგორც ბზიკს გამოაგ ნექტარიდან ის არა გვია თაფლი. აი რა სიმართლე. მე ესეთი კატეგორია ვიცი ძალიან ბევრი რა. ძალიან ახლა მე იმაზე არა მაქვს ლაპარაკი იქ ვიღაცა თავისი იმითი რა ქვია ინიციატივით ვიღაცას დაეხმარა და რაღაცა მე არავის ჯიბეში არ ყოფ ხეზე გემ მაინტერესებს. მაგრამ მე ვიცი სისტემა უშიშროებიდან როგორ მუშაობდა უბრალო ადამიანების და განსაკუთრებით ემიგრაციის წინააღმდეგ დაგდგა ის დღე და დაგვიძახეს უცხო ქვეყნის აგენტები რა. ვისაც გსურთ, როგორც გსურთ, ისე ისმინეთ, მაგრამ რა ვიცი რა. თქვენი გადასაწყვეტია. ესენიო რომ დაბლოკო სიტყვებს არ ვახსენებ ხა არ გინდა. არავის არ ბლოკავ, ჩემო ოქრო ადამიანო. ჩემო სიხნია,
რაც უნდათ ის გააკეთონ. როგორც უნდათ ის გააკეთონ და ჩემთან საერთოდ აი გამოქმედებს რა ვიღაცა თუ მაკედან გადაცმული უსახელო ნაცი შემაგინებს. ჩემთვის ეს არანაირად არ მოგჩემს რა მოქმედებს. იცი ჩვენ რო იმპოტენტურ მდგომარეობაში ვდგავართ და ამათ ხმას არ ვცემთ. ამიტომ დეკლარაცია გაკეთდეს ოფიციალური პეტიციის სახელით და გადავდგათ სერიოზული ნაბიჯი იმისი რომ ქართულ ოცნებას გაეცეს ემიგრაციული ერთობის სახელით თუ საჭირო იქნება ორგანიზაციული სახელმწიფო ვისაც ვაქვს დოკუმენტები ვინც ვართ აღიარებული პოლიტიკური დევნილი იქნება თუ სტატუსი ექნება ან ორმაგი მოქალაქე იქნება ქართველებზე რომ მიდის კაცო პასპორტების წართმევა და მთელი უბედურება მე ამაზე 1000 ბლოგი გავაკეთე და აგერა გოჩავეტრიაკოვი მაგალითია ამისი საქართველოს საზღვაო ძალების სარდალი რომელსაც პირდაპირ წაართვეს საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ რომ არაფერი არ გაეკეთებია ქვეყანაში პირდაპირ ქართული და ადამიანური კიდე ცალკე თემა არის რა წარმატებული ემიგრანტი საკუთარი ამერიკაში ეს წიგნიცაა დაწერილი 8 ემიგრანტი და მე-4 ადგილზეა თვითონ და მით ქვეყანაში რომ მოინდომა რაღაცის გაკეთება არაპოლიტიკურის რა კარგის ის აგენტი იქნება იმ ქვეყნის და არ მიცვეთ რომ ის საშუალებაა შეიძლება ასე ბიჭო აგენტები საკუთარ ჯგუფში მოიძებნონ იქ ჯერ იყო და ის თავის აი რა კატეგორიაა რა ვინ გვიძახის ამ აგენტებს რა ეს რიჟვაზე რო ყავდათ რა აჭარის ეგრეთ წოდებული მთავრობის ხელმძღვანელი თუ ვიღაც სირბალა რა ტიპს ესროლეს რა სინამდვილეში ესროლეს მოკულა უნდათ მისი გადარჩა დააბრალეს თვითმკვლელობა გააპარეს თურქეთში როგორც თურქეთის ბოზი და პროტექტორატში მყოფი ტიპი შეიფარა თურქეთმა იქ და იქიდან მადლობა გამოაგზავნა ბიძინა ივანიშვილის სახელზე რა თავის მოკლა მომინდაო მაგრამ მადლობა ბიძინა ივანიშვილსო რა კაია ბიძინა ივანიშვილიო რა და გუშინ ადგა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა გერმანიაში მოითხოვა თავშესაფარი გახარიამაც ეს არაა შემთხვევითობა რა თავის ჯგუფში მოიკითხო უცხო ქვეყნის მოწყვლადი აგენტურა ეგენი არ არიან ემიგრანტები გახარია საგერ საფრანგეთში 9 მილიონად თუ მილიონად სახლი აქვს ნაყიდი და როცა მოუნდებათ ჩამოვა და იცხოვრებს რა პრობლემა არის ანალოგიურია გაღლოტილი იგივე 9 აჭარაა გაყიდული მეორე ნაძირალას რა ღარიბაშვილს ეხლა არაბეზარ ვლაპარაკობ მარტო მამაყოლია მილიონერი და მილიონებად სახლებს დებს გირაოში როცა ბიძინა ივანიშვილის უთანხმოებები უნდა გაისწოროს ჩვენ ვიკითხოთ უბრალო ადამიანები თუ აგენტები არიან ესენი ტრები არიან ესენი ქართული ერის მძარცველი ნაწილები არიან ესენი ჩვენ ვიკითხოთ უბრალო ქართველები მე ეგენი არ მეწოდებიან რა ეგენი არიან ღვთისმიერ კურთხეული ტიპები მხოლოდ ამაგენზე გადმოდის საპატრიარქოს მადლი ღვთიური ჯერ რომ მაგარი ტიპები იქნებიან მის ქვეყანაში და მე ღმერთი რომ სხვანაირად რომ მადლის ქვეშ აქცევს ამ გენს და მამაოები რო ჯვარს წერენ და ლოცავენ ესენი არიან მაგრები ეგენი არიან ნამდვილი ქართველები ჩვენ არა ვართ ნამდვილი ქართველები აი ვისაც ვთვლიან ჩვენ უბრალო ქართველებს აგენტებად მტრებად მოწყვლად ძალად და რავი კიდე რას გვიძახის ის ნაბიჯვის პუჩიშვილი ამის გამზდელი დედაშევეცი მე ამ ყობახეთის გამიგე აი ჩვენ უნდა გავავრცელოთ პეტიცია და პირველ რიგში რასაც უნდა დავეტაკოთ და რაც უნდა გამოვთხაროთ საქართველოში ისიფესთვის ეს არის არაბებზე სამშობლოს გაყიდვის ქოცული მცდელობა პირდაპირ ვიტყვი რა რაც გინდა ის დამიზახონ ეშმაკ შევეკვრები ოღონ ქოცებმა ეგ საქმე ვერ გააკეთონ სტუდი ნათქვამია მაგრამ რო დამჭირდეს ფიგურალური ნათქვამია და კაი მთქმელს კაი გამგები უნდა რა აი ამას გავაკეთებ. და მე რაც გინდათ ის მიძახეთ და ის იმას კენით. იმიტომ საქართველოში რეალური ძალა ეს მოსახლეობას უნდა კონდეს მისი აზრის გამოხატვის საშუალება. ამაში ერთადერთი გზა მიმაჩნია, რომ საერთოდ გაუქმდეს საპატრიარქო, როგორც ესეთი მანკიერი მოღალატეობრივი ძალა. ქართველმა ერმა უნდა წაართვას ლეგიტიმაცია ამათ, როგორც კოლაბორაციონისტ ძალას ჩვეულებრივ აგენტურულ დაჯგუფებას რაღაცა შავ ფარიანების თუ რა ჩემი სირები არიან ესენი ციანიდის კლანს უძახი მე მაგას კოლაბორაციონისტები უნდა გავიდეს გვერდზე უნდა შეუწყდეთ ყველანაირ დაფინანსება ამ ნაბოზრებს ამგეს სამშობლოს გულისთვის ხმას რო ვერ ამოიღებენ ძველად ბერები იბრძოდნენ კაცო ქვეყნის გულისთვის აკოდებოდნენ პირდაპირ ომებში რომელი არის ცხენზე შემჯდომი და ხმის ხელში ამძევი ამა დედა მოყწან ამათი
ჯიპიდან რო ჩამოდიან გული ეღლებათ, გული ისი აქვთ კონში დამპალი და ერთი დედაო და ხუთი მორჩილი ასე უამამაო და ლამის ყვერებზე მოეფერონ ამათი დედა შევეცი ბატონყმობად გადააქციეს ქრისტეს მსახურება. სიმართლეს ვლაპარაკობ, ვისაც გინდათ გეები, არსად ბიბლიაში, არსად ზაღარებაში, არსად ქრისტეს რჯულში ის არ წერია, რასაც ესენი გადაგებენ და აკეთებენ. მით უმეტეს რასაც აკეთებენ. ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭების დონეზე არიან დასული. და ჩვენ ახლა ამათი იმედი უნდა გქონდეს, რომ ესენი ქართული საზოგადოებისთვის რამეს გააკეთებენ და ემიგრაციის დასაბრუნებლად რამეს გააკეთებენ. მთელი საპატრიარქო ჩვეულები დასატყვავია რა. მოღალატეთა ქვედანაყოფის იქ. ეგრეა. ალბათ მოვიფიქრებთ ამ დღეებში რაღაცას და პეტიცია უნდა გავრცელდეს რა. ელექტრონულად უნდა გაკეთდეს ხელმოწერა. მნიშვნელობა არა აქვს რა, ქართველს რომელი ქვეყნის პასპორტი ექნება რა. არსებობს ერთი პასპორტი ქოცება. აი საქართველოში იყო ესეთი ვულგარული გამოთქმა რა. პატარა ბიჭებს რო უგნებდნენ პასპორტი სადაც აქვს. მაგ პასპორტს ჩაგიდებთ პირში, ქოცებო პატარა ხანში. აი ეს ქართველები, ვისაც ქვეყნის მოღალატეებს ეძახდით. მნიშვნელობა არა აქვს რა. აი ეს სისხლია ქართული და გულია ქართული. შეიძლება ბერძენი კაცი იყოს, წასული იყოს საბერძნეთში. საქართველოში ნაცხოვრებ და ბევრ ვითომ ქართველზე მეტად შედგიოდეს გული რა. აი მაგალითად. აი ესაც ესენი აკეთებენ ახლა, ხო? ამას აკეთებდა ადოლფ ჰიტლერი. სპეციალური ქვედანაყოფი ყავდა თავის ზომა, ფეხის ზომა, ნამდვილი არიული მასა არის თუ არა. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ამას კი არ ვამბობ მე. მე ვამბობ ნაციონალური მიმართულებით კი არ უნდა ვებრძოლოთ ადამიანებს, არამედ აი იდეოლოგიური მიმართულებით, რომელიც აქრობს ჩვენ იდენტობას. რომელიც პოპს ქართულ იდენტობას, რომელიც ყიდის ქართულ იდენტობას. და მას ჩვენ ერთთან და ჩვენ საზოგადოებასთან არა აქვს არანაირი საერთო. ჩვენ უნდა შევძლოთ კონსოლიდაცია და უნდა შევიმუშაოთ 2.800.000 კაცი ვართ რა. ყველა უნდა გავერთიანდეთ და მოვაწეროთ ამას ხელი. რომ დაინახონ პროსტო რამხელა ძალა გვაქვს რა. და ყველას მიმართ მექნება თხოვნა. ძალიან დიდი თხოვნა, ვინც ნახავს ამ ბლოგს და თუ უყური აქამდე, ესე იგი უყურე ხო. გამოიწერე ეს გვერდი და გაავრცელე ანახე აუცილებლად სხვას. სხვამაც ნახოს ეს და სხვამაც მოისმინოს ეს რა. პეტიცია რას შეცვლის? ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის. ძალიან ბევრ რაღაცას ცვლის პეტიცია, განწყობებს ქმნის ქვეყანაში და რეალობაში ხდება ჩემოკარგო ის, რომ ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ოკუპანტური და არა მარტო ის ხელისუფლება, არამედ გვერდზე მყოფი ტიპები, რომლებიც განცდაში არიან, რომ აქედან სამშობლოს ჩვენსას იყიდიან, ხვდებიან, რომ ეს ეფემერულია და იქ ფულის დაბანდება არ შეიძლება. იმიტომ რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ჩვენს მარადიულ ტყვეობას და ნებისმიერ წუთს შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება და მისი ფულის დაკარგვა. და განრიდებას აკეთებენ. აი პეტიცია იანგარიშება მათემატიკური ფორმულით ერის მასიდან გამომდინარე. ეს გასაკეთებელი არის. ეს პუგალა არ არის. ეს განწყობის უმაღლესი ფორმა არის, სადაც ერთ შეუძლია გამოავლინოს თავისი ნება. აი რას ცulis. ეს პოლიტიკური აქტია. და ეს უნდა შეძლოს ქართველმა ერმა თუ არა, რა ვიცი ხა პოლიტიკური აქტი თუ ჩვენ არ გვინდა რომ გამოვავლინოთ და არ ვიცხოვროთ ესეთი აზროვნებით, მაშინ შეგვიძლია ვიცხოვროთ თინახი და შენის ანადოლიძის, აგერ ნაცების, აგერ პროჩების აზრით გვინდა ესე? ხომ არ გვინდა. ხო. ამიტომ უნდა გავიაზროთ ის, რაც არ გვინდა. და უნდა ვიცხოვროთ ისე, რაც მისაღებად სწორია და არსობრივად გვჭირდება.
ამიტომ გეუბნებით, რომ ამ ფორმამდე მივალთ, ალბათ მოვიფიქრებთ რაღაცაზე მანამდე ეს ბლოგი ვინც უყურებს, ვინც ნახავს, ვინც მოისმენს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მასიურად გაავრცელოთ და გააზიაროთ. გმადლობთ თქვენ ყურადღებისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას, ქართველ ემიგრანტებს უსურვებ გაძლიერებას, რა ჭირნახულ, აბრძოლ ადამიანებს, რომლის სამშობლოც არის უდაოდ საქართველო და ისინი ყველაზე დიდი ქართველები არიან. დღეს თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ისინი ქართველები არიან, მე ემიგრანტი ქართველების დამტროული შვილების ქართულის უფრო მეიმედება, ვიდრე კობახიძის არაქართული წარმოშობის სიტყვების, რომელიც გათვლილია ჩვენი ერთადერთი სამშობლოს ვაჭრობაზე რა. აი ამას გეტყვით მთელი გულის ტკივილით. გმადლობთ.